და ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მინისტრთა კაბინეტის წარდგენასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის კომენტარი გაავრცელა, რომელშიც ის ხელისუფლების გადაბარების კონსტიტუციურ ვადებზე საუბრობს და სადაც პრეზიდენტი პირველად მოიხსენიებს ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა წარმოადგინა თავისი კაბინეტის შემადგენლობა, როგორც არის კონსტიტუციით განსაზღვრული. და მე მინდა უბრალოდ საზოგადოებას უთხრა, აქ საუბარი არ არის იმაზე, მე როგორც პრეზიდენტს ან პოლიტიკოს მომწონს თუ არა ამ მთავრობის შემადგენლობა. საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ვთქვით, რომ ვინაიდან ასეთია ქართველი ხალხის ნება, ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ შემადგენლობასთან, რომელსაც წარმოადგენს არჩევნებში უმრავლესობით მოსული კოალიცია. ამიტომ ჩვენ ამ შემადგენლობას გადავაგზავნებთ პარლამენტში. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი დროზე შეიკრიფება. ყველა პროცედურა დროზე იქნება გავლილი, გადადებას აზრი არ აქვს და არც არის სწორი, რაც შეიძლება ჩქარა უნდა დავასრულოთ ყველანაირი კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურები და ვადები გავიაროთ და ეს მთავრობა რაც შეიძლება ჩქარა უნდა დაამტკიცოს საქართველოს პარლამენტმა. მე ვისურვებდი, რომ ის დაპირებები, რომელიც გამარჯვება კოალიციამ საქართველოს ხალხს, მაქსიმალურად შესრულებული იყოს. ვისურვებდი, რომ საქართველოს პროგრესი გაგრძელდეს და ვისურვებდი ასევე, რომ ოპოზიციამ საპარლამენტო შეასრულოს თავისი მაკონტროლებლის როლი.